მადლი და მშვიდობა გემოზირფასებო და სრულიად საქართველო. მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში ერთმანეთის ყურადღებისთვის, კეთილი კომენტარებისთვის, შეფასების და გამოხმაურებისთვის, გამოხატული პატივისცემის და სიყვარულისთვის ტელეკომპანია TV+-ის მიმართ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მაშინ, როდესაც დაიწყება სასწავლო წელი. დავისვენებთ ამ ზაფხულში და დღეს ამ სეზონის ბოლო გადაცემას გთავაზობთ. როგორც გახსოვთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვკითხულობდით ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული მესამე სახარების განმარტებას. თქვენის ნებართვით დღეს გავაგრძელებთ მას. წმინდა მამები სწორად აზროვნებენ, როცა მოგვებისთვის ბეთლემისკენ გზის მაჩვენებელ ვარსკვლავს არ ადარებენ ჩვეულებრივ ვარსკვლავს, არამედ რომ ის იყო ვარსკვლავის სახით წარმოდგენილი გარკვეული სულიერი ძალა. რამე თუ კი მწყემს მოსეს, იგი აალებული მაყვლის, ხოლო აბრაამს სამი ჭაბუკის და ელია წინასწარმეტყველს კი სულაც გრილი ნიავიდან გამომავალი ხმის სახით ეჩვენა, მაშ რა გასაკვირია, რომ უფალი ანდა მისი ანგელოზი ვარსკვლავის სახით გამოსჩენოდა მოგვებს. თავისი მოწყალებით იგი თანაუგზნობს ადამიანებს და ზუსტად იმ სახით ეცხადება მათ, ყველაზე მეტად როგორსაც მოელოდნენ. ესე იგი, ეს უნდა ყოფილიყო ვარსკვლავი მოგვი ვარსკვლავთ მრიცხველებისთვის, მაგრამ მას არ სურდა ისრაელიანებს ვარსკვლავის სახით გამოსჩენოდა, რამე თუ ისინი ვარსკვლავებში არ ეძებდნენ მას. ამიტომაც იყო, რომ მთელი აღმოსავლეთის გზებზე მავალი მოგვებისთვის მანათობელი ვარსკვლავი იერუსალიმის თავზე აღარ გამოჩნდა და თვალს მიეფარა. იერუსალიმს ღმერთის სხვაგვარად განეცხადება და არ იყო საჭირო, რომ ვარსკვლავის სახით ჩვენებოდა მას, რათა იუდეველებმა თავის და სამარცხვინო წარმართაგან მიიღონ ქრისტეს შობის ამბავი. აი, ამის მიზეზით ჩნდება ვარსკვლავი აღმოსავლეთში, უფრო დაწვრილებით განგვიმარტავს ნეტარი იერონიმე, როდესაც მათეს სახარებაზე გვესაუბრება. როგორც კი მოვიდნენ იერუსალიმში, მოგვებმა მაშინვე აუწყეს ჰეროდესა და მის გარემოცვას საკვირველ ვარსკვლავის გამოჩენის და მისი მითითების შესახებ იმის თაობაზე, რომ იშვა რომელიღაცა ახალი მეფე იუდეველთა. დაანაცვლად იმისა, რომ გახარებოდათ, რამე თუ ჰეროდეს უხუცესებსა და მწიგნობრებსა და სრულიად იერუსალიმს მიეცა იმის ხილვის საშუალება, რისი ხილვაც სურდათ მრავალ მეფეს და წინასწარმეტყველს და ვერ იხილეს. ნაცვლად იმისა, რომ სიხარულის შეძახილები ქონოდა, შეძრწუნდა ჰეროდე მეფე და მასთან ერთად მთელმა იერუსალიმმა მოსვენება დაკარგა. რისთვის მოვიდნენ მოგვები იერუსალიმში? იუდეველთა განსასჯელად? რამე თუ კი კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს ქრისტე, რა პასუხს გასცემენ ამაზე იუდეველები ღმერთს? გვეუბნება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, ისევ მათეს სახარების განმარტებისას. რატომ შეძრწუნდნენ მასზე ყოველდღე მოსაუბრენი და მისი მოსვლის ვედრებით ასევე ყოველდღიურად ღვთისა მიმართ მლოცველნი? რა არის მიზეზი იმისა, რომ მოსვლა იმისა შეეშინდათ, ვისაც მამათ მთავრები 1000 წლეულები ელოდნენ? მათივე ცოდვამ დაუკარგათ მოსვენება. შეძრწუნდნენ მათი ბრალეული სულები.
მესიის სახით მართალი მეგობარს ელოდა, ცოდვილი კი საჯულს. გონებით და ხორცით მიწაზე დამოკიდებულ ჰეროდესა და მწიგნობრებს კი შეეშინდათ. ოღონდაც კი არ მოწყვიტოს მიწას ახალმა მეუფემ ისინი. ჰეროდეს და ერის უხუცესებს შეეშინდათ, რომ მათ როგორც უღირსებს, ოღონდაც არ წაართვას ახალმა ხელმწიფემ მათი ადგილები ერში და სხვა თანამეინახე და მოქირავეთ არ გადასცეს ისინი. ხოლო მწიგნობრებს კი იმის შეეშინდათ, რომ არ დაამხოს მან მთელი მათ მიერ შეძენილი ცოდნა და წიგნიერება და ამ სიბერის ჟამს რაღაცა ახლის შესწავლა არ აიძულოს. აბა რაში გჭირდება ის? შეეძლო ასე ეფიქრათ, მის გარეშეც ძალიან კარგად ვართ. და ჩვენ შემდეგ თაობას გამოეცხადოს, რაღა ჩვენ დროს მოვიდა, ჯერ კიდევ დრო იმდენია. ჩვენ კი თავისი მოსვლით მოსვენებას არ მოგცემს. გვაიძულებს მრავალ ახალ რაიმეში მეცადინეობა და სხვა ბევრი რამის სწავლას. ამხილებს ჩვენ უსჯულოებებს და ყველაფერს მიხვდება ჩვენი ინტრიგების შესახებ, აღმოაჩენს და გვაგრძნობინებს ჩვენს არარაობას. წაგვართმევს ერში ჩვენს პოზიციებს და სულ სხვა თავისთვის სასურველ ადამიანებს მოიყვანს. ჩვენ კი შიერს დაგვტოვებს. სრულიად მშიერს, ულუკმაპუროთ და ხელისუფლების გარეშე. ერს წაგვართმევს, დაისაკუთრებს და თვითონ დაიწყებს მათ მართვას. ჩვენ კი განგვაგდებს და უეჭველად დაგვაპატიმრებს, განვსჯის და დაგვსჯის. აი ფაქტიურად იგივე აზროვნება, რასაც თანამედროვე ცოდვილები და უსჯულოებიც გაიფიქრებდნენ, ახლა რომ მათთვის ეთქვათ, აჰა, ქრისტე მოდის. ერთი სიტყვით მათთვის, ვისაც წიგნობრობი და სიბრძნით მოქონდა თავი და მეორენი კი კვერთხები დაიარებოდნენ ერში, სერიოზული პრობლემა შეექმნებოდათ ახალი მეფის მოსვლის, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ამბით ჰეროდე შეშინდა. შიშით და ძრწოლით კრებს მღვდელმთავრებს და ერის უხუცესებს და მათგან გამოიკითხავს ამ მოვლენის სიმართლესა და სინამდვილეს. აინტერესებდა, თუ როგორ იყო წმინდა წერილში მითითებული. სად უნდა შობილიყო ის? ჰეროდე არ გახდათ იუდეველი, არამედ უცხოტომელი, იდუმიელი იყო და ამიტომ შეეძლო არც კი სცოდნოდა მესიის მოსვლის თაობაზე წინასწარმეტყველების შესახებ. თავიანთი ბატონის შიშით შედრწუნებულმა მსახურებმა სასწრაფოდ გახსნეს წინასწარმეტყველებათა წიგნები და უპასუხეს. იუდეის ბეთლემში. და რომ იცოდეთ, აქ სპეციალურად გაუსვეს ხაზი. იუდეის და არა სხვა რომელიმე ბეთლემში. ეს ორი მიზეზით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთი ბეთლემი კიდევ არსებობდა ზებულონის მიწაზე. შეგიძლიათ იხილოთ ისუ ნავეს წიგნი 19 თავის 15 მუხლი და მეორედ კი იმისათვის, რომ მესია მხოლოდ იუდას ტომიდან იყო მოსალოდნელი და გარდა ამისა დავითიც აქედან იყო. დაიხილეთ როგორ ამახვილებს ყურადღებას ამ ფაქტზე წინასწარმეტყველი და შენ ბეთლემ იუდაისაო, არაფრით არ ხარ ნაკლები სხვა იუდეის დანარჩენ სხვა ქალაქებზე, რამე თუ შენგან გამოვა წინამწყოლი, რომელიც დამწყემსავს ერსა ჩემსა ისრაელს. იხილეთ მიქიას წინასწარმეტყველება. და რომ ეს წინამწყოლი იუდას ტომიდან იქნება, ჯერ კიდევ მამად მთავარმა იაკობმა იწინასწარმეტყველა ეგვიპტეში, როცა თავისი სიკვდილის წინა კურთხევდა ძეებს და წინასწარ აუწყებდა მათი თაობების მომავალს. და ასხარა თავის ხელები თავზე იუდას, აღმოთქვა იაკობმა. არ წაერთმევა კვერთხი იუდას და რჯულის მდებელი მის წიაღს, ვიდრე მდის არ მოვა შემრიგებელი და ერი მას დაემორჩილება. იხილეთ შესაქმის 59 თავის მე-10 მუხლი. ასევე მიქა წინასწარმეტყველმა განსაზღვრა, რომ ქრისტე დამწყსავს, ანუ გამოზრდის თავის ერს, ისრაელს. ეს კი ნიშნავს, რომ ის სხვა მართველების
და მეფეების, რომელთაც მხოლოდ ბატონობა შეუძლიათ იმათგან განსხვავებით, ისევე გამოზრდის და დააპურებს თავის ერს, როგორც შვილს მშობელი. იმ დროს, როცა უფალი მოვიდა დედამიწაზე, ეს სოფელი ნამდვილად მოწყურებული და მოშიებული იყო სულიერ საზდელის, ან უკმარისობით, ან და სულად სრული უქონობით და ამას ყველაზე უკეთ, მაცხოვრის შობის ჟამს მომხდარი ორი ფაქტი გვიდასტურებს. ჯერ ერთი ის, რომ შორეული ქვეყნებიდან ასეთ ხანგრძლივად სავალ და დიდ საფრთხის შემცველ გზას დაადგებიან მოგვები იმასთან მოსასვლელად, ვინც სულიერი საზდელით მდიდარია და მეორედ კი ის ფაქტი, რომ მაშინდელ სამყაროში ერთადერთი მოაზროვნე ადამიანები, ცოცხალ ღმერთის შესახებ სახელდობრ კი იერუსალიმელი ბრძენი ხალხი უკვე იმდენად მოკლებული იყვნენ სულიერ საზრდელს, რომ ცნობიერება დაკარგულები ამ შიმშილს ვეღარც კი გრძნობდნენ. რამე თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც მოგვებთან ერთად იჩქარებდნენ ბეთლემში მისვლას, იმისათვის რომ ეხილათ მეუფე და მხსნელი მათივე და იუდეველთა მეფე. რამე თუ სულიერი საზრდელით დანაყრებულ ადამიანს უფრო და უფრო ეძალება მისი წყურვილი და შიმშილი, აი ასეთია. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანის და ჭეშმარიტი სულიერი საზრდელის თვისებები. და აქ კი რა მოხდა? ის, რომ როცა მოისმინეს ჭეშმარიტი მესიის შობის ამბავი, იერუსალიმელი ბრძენი ხალხი პირიქით თითქოს პარალიზებული დარჩა და მხოლოდ გულის წყრომითღა აღივსნენ მის მიმართ და შიში და ძრწოლა დაემართათ საკუთარი თავისთვის. იერუსალიმელ ბრძენ წიგნობართაგან შეტყობინებას ორმაგად უნდა გამოეწვია გულისწყრომა და მრისხანება ჰეროდესში. ჯერ ერთი, რადგან წინასწარმეტყველებია, ის უეჭველად აღსრულდება. სახელდობრ კი რომ თვით ჰეროდეს სამეფოში, ანუ იუდეაში და თან ამავე დროს დედაქალაქის უშუალო სიახლოვეს უნდა იშვას ის. მეორედ კი წინასწარმეტყველება ახალი მეუფის ხასიათსაც მიგვანიშნებს. ის დამწყსავსო თავის ერს. ესე იგი, ის ერის ჭეშმარიტი მწყემსი იქნება და იმის შესახებ იზრუნებს, თუ როგორ გამოკვებოს და გამოზარდოს დამშეული ადამიანები. წინასწარმეტყველების ამ მეორე ნაწილმაც ისევე უსიამოვნოდ იმოქმედა და შეეხო ჰეროდეს, როგორც პირველი. ესე იგი, გამოდის, რომ ახალი მეფე უკეთესი იქნება ვიდრე ჰეროდე. ის იზრუნებს ერისთვის, გამოზრდის და დაიცავს ერს, თავისი ფარის გულმოდგინედ დამცველი მწყემსის მსგავსად, იმიტომ რომ ის უფრო სასურველი იქნება ერისთვის, ვიდრე ადამიანის ტყავში გახვეული მგელი და ტირანი ჰეროდე. ასე და ამგვარად ახალი ხელმწიფის ასეთი მახასიათებელი ნიშნები საფრთხეს უქმნიდა ჰეროდეს მეფობას და მის შთამომავლობას ისევე ძლიერად, როგორც მისი შობა დედაქალაქის კარიბჭესთან. შიშმა და ძრწოლამ ჰეროდეს გონებაში თავდაცვის გეგმა ჩამოაყალიბა, რომელიც იგივენაირად სისხლის ყვრას ითვალისწინებდა, როგორც სხვა წინა დანარჩენ იმ შემთხვევებშიც, თუ კი ოდესმე ვინმე გაბედავდა და პრეტენზიას განაცხადებდა ჰეროდეს ტახტზე. აი, ჩემო ძვირფასებო, დროებით აქ შევწყვიტავ და სექტემბრის დასაწყისში ვიხილავთ და განვიხილავთ, თუ რა ბოროტი გეგმა ჩამოყალიბდა ჰეროდეს გონებაში. ჩემი მხრივ მაქვს სურვილი დავამატო, რომ ბევრი ჩვენთაგანი ასევე ცდილობს უფლის უგულებელყოფას და თავის საკუთარ გონებაში უფლის მოკვლასაც. ასე რომ გვახსოვდეს ძვირფასებო უფლის სიტყვა, იღვიძებდით და ილოცებდით.
ეს ორი რამ ძალიან აუცილებელია ადამიანის და მით უმეტეს ქრისტიანი და თანაც მართლმადიდებელი ქრისტიანის სულისთვის. თუ ბევრი მოგვეცა, ბევრიც მოგვეკითხება. დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც მაქსიმე აღსარებელის წიგნის მიხედვით გავაგრძელებთ. ჭეშმარიტად სულიწმინდის მადლით იყო აღსავსე სვიმეონი და იმის მადლით გაბრწყინებული, ვინც ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. უწინარესად იმის გამო შესწირა მან უფალს მადლობა, რომ ამ სიკეთისა და მადლის ღირსი შეიქმნა. შემდეგ კი თავისი ამასოფლიდან გასვლა იწინასწარმეტყველა, როგორც ანგელოზ მაუწყა, რადგან უკვე მოსულიყო ამის დრო და აგერ საკუთარი თვალით მაცხოვარი იესო იხილა, გონებით კი იმ თავითვე გამზადებულ ამ საკვირველ საქმეს ჭვრეტდა. ყველასთვის დაფარული იყო ეს დიდებული საიდუმლო, რომელიც არა მხოლოდ ებრაელთა, არამედ ყველა ერის წინაშე გაცხადდა. წარმართათვის გაბრწყინებული ნათელი შენი ერის ისრაელის სადიდებლად. ეს წერია იმ საგალობელში, რომელიც მე როგორც მე დავითნე გეტყვით ჩემო ძვირფასებო, იგალობება ყოველი წუხრის დასასრულს. ეს ნათელი თავად იესო ქრისტეა. ის, ვინც ბნელში მყოფთ ნათელს გამოუბრწყინებს. ღირსეულად იწოდება ისრაელად ყველა ის ერი, რომელთაც მიიღეს ქრისტე, ღმერთი, მეუფე, ყოველთა შემოქმედი და დიდება. სწორედ მათი გაბრწყინების და დიდებისათვის გარდა მოვიდა ზეციდან ძეხვთისა იესო ქრისტე, სულიწმინდისა და ქალწულ მარიამისგან ხორცი შეისხა და განკაცდა. ყოველივე ეს ნეტარ მოხუცებულ სვიმეონ სულიწმინდისაგან ეუწყა. ყარმის შესახებ გამოთქმული ამ წინასწარმეტყველების გამო მეტად გაკვირვებულნი იყვნენ იქვე მყოფი იოსები და იესოს დედა. შენ კი ღვთისმოყვარეა და ქრისტიანო, დააკვირდი ქრისტეს შობის შემდგომ რა კარგად წარმოაჩინა მახარებელმა იოსები, რომელსაც ყოველგვარი ადრინდელი ეჭვი მარიამის მიმართ უკვე გაუქარწყლდა და დიდი სიხარულით ახსილი დარწმუნდა, რომ საღმრთოა ეს შობა, შობილით საღმრთო დიდებით მოსილი. მახარებელიც ამას გვიმოწმებს, როდესაც ამბობს სვიმეონის საწინასწარმეტყველო სიტყვა, რომ მოისმინეს მეტად გაკვირვებულნი იყვნენო ტაძარში მყოფი იოსები და იესოს დედა. აი, ასეთი ლამაზი ფრესკითაც არის გამოსახული ეს ამბავი სვიმეონ მოხუცებულს, როგორ უკავია ხელში ყრმა მაცხოვარი. ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის შემდეგ გისურვებთ ჩვენი მფარველი ანგელოზის მეოხებას. სიცოცხლე ბრძოლის ველია. აი მას, ვინც ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ვერ გამოვა. საუკუნო სიკვდილი, აი მისი ხვედრი. მაგრამ ვინც საკუთარ თავს ღვთისნებას მიანდობს, მას ვერ შეეხება პოროტება. ღვთაებრივი მადლით მოქმედი გაიმარჯვებს და ჯილდოდ ზეციურ სასუფეველს მიიღებს. ერთი ღვთისმოშიში უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა დემონი ერთად აღებული, ამბობს ერთი წერა. ჩემო ძვირფასებო, ბოლო ფრაზა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რა თქმა უნდა. ჩემი წიგნიდან იესო. ტკბილო მარიამ, ტკბილო იესო, თქვენი თახსნილი თქვენ გადიდებსო.
ის წავებდით და მარად ეძებდით სიყვარულს უჭკნობს ღვთისანიერსო ამას ღაღადებს სახელი ძისა ჩემისა ტკბილის ქრისტეს იესო. აი ჩემო ძვირფასებო, ეს რამოდენიმე სტრიქონი დამაწერინა ყოველად წმინდა ღვთისმშობლის ხატმა უჭკნობი ყვავილი. ალბათ სიტყვებითაც მიხვდით, რომ ამას თვით ღვთისმშობელი გვეუბნება ჩვენ. დღეიდან კი და უпростоრად სექტემბრიდან მე ასე გავაგრძელებ, სათითაოდ გაგაცნობთ აი ამ წიგნში მოთავსებულ იმ წმინდათა საგალობლებს, რომლებიც ასე იწყება. ცოდვები ჩვენი წვეთი არს ზღვაში, ქრისტემ აღიღო ტვირთი ამათა, გლოცავს კრებული მიწაზე ცაშიც, ბრწყინავ წმინდათა დედა მამათა. აი, ასე იწყება ეს წიგნი. და კიდევ შეგახსენებთ, რადგან წიგნებზე ვთქვი, ყველა აქ ნახსენები წიგნი, ამ წიგნის გარდა ურთულესიდან უმარტივესამდე ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, კვლავ რიგდება. ეს წიგნები არ იყიდება. ვისაც სურვილი გაქვთ და მიკავშირდით და გადმოგცემთ. ვაგრძელებთ წიგნიდან კითხვას ურთულესიდან უმარტივესამდე. შენ ფიქრობ ერთს, ღმერთი მეორეს. მაგრამ ნუ დაიწყებ დრტვინვას ამისთვის, რამე თუ შენი კეთილდღეობისთვის უმჯობესი მან უკეთიც ის ვიდრე შენ. ფსალმუნებში პირდაპირ წერია. მიუტევე უფალსა ზრუნვა ის შენი და მან გამოგზარდოს შენ. და რადგან სექტემბრამდე გემშვიდობებით, აი ესეთ საინტერესო ფრაზასაც გაგაცნობთ. შენ თავს ხშირად კითხე. ცხონდები შენ? მე კი ასე გეტყვი. უფალი ჯვარზე ორ ავაზაკს შორის აღმოჩნდა. ესე იგი ამით გაჩვენა, რომ ბუნება შენი ავაზაკისაა. ისიც გაჩვენა, რომ აღიარება ცოდვისა და დანაშაულისა, სიმართლისა და ჭეშმარიტების გმობისა და მოყვასის განკითხვისაგან გიხსნის. ისიც გიჩვენა, რომ ლოცვა აუცილებელია. მომიხსენე მეუფალო სასუფეველსა შენსა. ისიც გაჩვენა, რომ ჭეშმარიტ სინანულს მაცხოვნებელი ძალა აქვს. ხო და აქედან გამომდინარე დაფიქრდი, რომელ მათგანს ასრულებდა პასუხიც მზადაა. მართლაც ცოტა დაწვრილებით დავამატებ ჩემო ძვირფასებო, ორ ავაზაკს შორის ეცვა ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ამ ორი ავაზაკის სახით მან კაცობრიობის ორი მხარე აჩვენა. რომ ადამიანი მართლაც ავაზაკის ბუნებისაა, მაგრამ არსებობს უნანელი და მონანული ავაზაკები. და აი რომ დაწვრილებით გითხრათ, როდესაც მან გმობა და განკითხვა დაიწყო მარცხენა მხარეს მყოფმა ავაზაკმა, წარწყმედა მიიღო, ხოლო მარჯვენამ, რომელმაც შეურაცხყოფაშიც კი იცნო უფალი და არც განიკითხა, არც დაუგმია თავისი სასჯელი, არამედ მხოლოდ ლოცვა აღმოხდა, მომიხსენე უფალოდეს მოხვიდე სასუფეველსა შენსა, აი მან მიიღო ზუსტად ცხონება და ასე უნდა დაუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა. მე მაგალითად ესე ჩემ თავს უსვავ კითხვას ნებისმიერი ჩემი ცხოვრებისეული მომენტის გავლის შემდეგ. მე არ გულისხმობ წვრილმას, აი დიდი საქმე მაგალითად როგორ მოხდება. ვეკითხები ჩემ თავს, როგორ მოიქეცი შენ, რომელი ავაზაკივით, მარჯვენათი თუ მარცხენათი. და
თუ მარცხენა ავაზაკის ქმედების მსგავსი იყო ჩემი საქციელი, რა თქმა უნდა ისევ დიდ სინანულში ვარდები და თუ მარჯვენა ავაზაკის, მაშინ იმედი მიჩნდება იმისი, რომ უფალი როდესაც განსაჯელად მოვა, თავის მარჯვენით დამაყენებს, თუმცა მისი მსჯავრე სხვაგვარია. ეხლა კი, ჩემო ძვირფასებო, გახსოვთ, რომ ჩვენ სალმუნების განმარტება დავიწყეთ. აი დღეს განვიხილავთ ასეთ მუხლს. დაიყოს იგი ვითარცა ხე და ნერგული თანაწარსადინილსა წყალთა სამას, რომელმან გამოსცის ნაყოფის ჟამსათვისა და ფურცელი მისნიარად ასვიენ და ყოველივე რაც ახყოს წარემართოს მას. ეს გახლავთ პირველი სალმუნის მესამე მუხლი. წმინდა წერილის მუდმივად მკითხველს, თუნდაც არანაირი განმარტებელი არ აყავდეს და კონდეს, თითქოს და გარკვეული ფესვებით კრებს თავის თავში სული წმინდის ცვრის წვეთებს და ჭეშმარიტად რომ ვერც პატივის დიდებულება, ვერც სიმაღლე ხელმწიფებისა, ვერც მეგობრებთან ურთიერთობა და რაიმე სხვა მიწიერ საგანთაგანი მწუხარების ჟამს ისევე რა ნუგეშებს ადამიანს, როგორც წმინდა წერილის კითხვა რამე თუ ისინი ზემოთ ჩამოთვლილნი, ხრწნილი და წარმავალნი არიან და შესაბამისად მათგან მიღებული ნუგეშის ცემაც სწრაფწარმავალი. ხოლო წმინდა წერილის კითხვა არის ურთიერთობა და საუბარი ღმერთთან. როცა ღმერთი ანუგეშებს ჭირვეულთ, რომელ მიწიერ გარემოებას ძალუց მათი მოწყენილობაში ჩავარდნა. ეს ყოველივე განგვიმარტა წმინდა იოანე ოქროპირმა, მართლმადიდებელი მოძღვრების უდიდესმა მამამ და ნათობმა. შევთხოვოთ მეოხვება ჩვენთვის. ვაგრძელებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტიხვინისად სახელწოდებულის დაუჯდომელის მუხლების კითხვას. იკოსი მესამე. გააქონდა რა იკეთილსახიერი ნებელობა იმასე და რათა ტიხვინისა მხარისა ერსა უთქუმიდეს გულის შენი მათანა ყოფისათვის და რაით ამ არადის იხსენიედებს ფარველობასა შენსა, ხატი შენი მრავალგზის გამო უცხადებ. ვიტრებდის მიუთითებდი ღვთივ გამორჩეულ ადგილსა საბოლოო მკვიდრობისათვის მისისა. მის ერისა თანა გამკვირვებულნი გიღაღადებთ შენ. გიხაროდენ კარავო ღვთისა ხორციელად სამკვიდრებელო. გიხაროდენ წმინდასა წმინდათასა, სადაც ახოლოსა შევიდა მღვდელმთავარი სამარადისო. გიხაროდენ ჯულისმდებელი სამტვირთველო კიდობანო სულითა მოოქროვილო. გიხაროდენ ღვთაებრივ ცეცხლითა აღნთებულო ლამპარო. გიხაროდენ ტაკუკო სიცოცხლის მანანისა ქრისტეს მტვირთველო. გიხაროდენ ტრაპეზო ცხოვრების პურისა დამტევნელო. გიხაროდენ საცეცხლურო ღვთაებრივ ნახშირისა მქონეო სოფლისა სრულიად გამაკეთილს უმელებელო. გიხაროდენ კვერთხო ქრისტე ყვავილის აღმომამორჩებელო. გიხაროდენ სვეტო საუკუნოსა მემკვიდროისა მიმართ მიმყვანებელო. გიხაროდენ ღრუბელო მტერთაგან ხილულთა და უხილავთაგან დამფარველო. გიხაროდენ ქვეყანაო აღთქმისაო. გიხაროდენ საწუმისო რომელზედაცა ვითარცა ციდან წვიმა ესრეთ გარდა მოხდა ქრისტე. გიხაროდენ დედოფალო წინაშე ღვთისა მოწყალეო ჩვენთვის შუამდგომელო. ღელვამან შფოთისამან მოიცვა დამწუხარებისა დაშრეტისა მეძიებელი გულმოდგინეთ ხმობდა უფლისა მიმართ კეთილმორწმუნე ერი. გამომიჩინენ ჩვენ ნიჭის საღმთოი რომელიცა და მომივლინენ ჩვენ კაცთ მოყარეო. ნუსადა დაფარავ ჩვენგან საფასესა რომლითაცა სულიერ სიგლახაკისა ჩვენისა გამდიდრებას ავსასოებთ. მწუხარებაი ჩვენი სიხარულად ქმენ და წარხოცენ ჩვენგან სრემლი გლოვისა და მოიღეს რაი რომლისთვის საგული უთქუმი და შეღაღადეს. ალილუია. შეგახსენებთ ძვირფასებო, რომ მე კიდევ და კიდევ შენდობას ვითხოვ თქვენგან, რამე თუ ამ დროს მე ფეხზე უნდა ვიდგე, წესი დაუჯდომელი ასე იკითხება, სატელევიზიო ფორმატი ამის საშუალებას ჩვენ არ გვაძლევს. წარმოგიდგინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი იყო ეს საგალობელი და ეს ვთარგმნე თქვენთვის. და დღევანდელ ჩემ გადაცემას
დავასრულებ და დაგემშვიდობებით მომავალ სასწავლო წლამდე წიგნიდან ამბავი კეთილი, ანუ ლექსად თქმული სახარება. სადაც ქრისტე სულის სახლის შესახებ გვესაუბრება. სახარება ლუკასი, თავი 6:46 მუხლიდან ლუკას სახარებისვე მე-7 თავის პირველი მუხლის ჩათვლით. არავინ არსა შენთვის უბადლო, თვინიერ ვისაც ხმობდე უფალო. ხმობდე უფლად და არ იყო მონა, სად ვისა უთქვამს ან გაიგონა. უკე თუ ეტყვი ნება არ შენი, დრტვინვა ამისთვის აღარ აგშვენის. რადგან არ გტოვებს, მაინც აგშველის, მამა სიყვარულს შვილისას ელის. სიყვარულს წრფელსა არ ანგარებით, მოელის გახსნას გულის კარების, შევიდეს მასში ვერ სადარები, ავდარ შერისხოს დაქმნას დარები. ლუკაც გვეტყვის, რომ ეს თქვა უფალმა, თუ კი მიწოდებ მე შენსა მამას, რად არა მორჩილებ ვითარცა შვილი. ჩემთვის სიფხიზლეს გიჯობსა წილი. აშენებს სახსა გარნა უსუსურს, არა ისეცა ვით ჩემს გულსა სურს. არა ეკრძალვით ცოდვას, ბღალავს სულს, ვერ ანსხვავებ ჩემთვის კარგს და ცუდს. რამე თუ არ აქვს სახსა ძირკველი, დაატყდეს საფრთხე მე ვერ გიშველი. დაწარსა წმედელად, ხედავ მზად არის, ებრძვის თუქარი და ნიაღვარი. ცხონდეს ის სახლი, ვინც საძირკველად, ის ჩემი სიტყვა გამოიყენა, რომლითაც შევქმენ მე ეს სოფელი და დავასახლე მასში ყოველი. გარნა საქმითაც უხმსახსრულება, ხოლო მასშია ძალა უფლება. ისმინოს, ხოლო არ კი ასრულოს. ესრეთ სახლი მან ვერ დაასრულოს. ოდეს ეკვეთნენ წვიმა და ქარი, ვეღარ წალეკავს მას ნიაღვარი. კლდეზე იშენა სახლი სულისა, იქცა სავანეთ სიყვარულისა. მორჩილი საქმით ჩემისა სიტყვის, იგი არს ვისაც ჩემ შვილად ვიტყვი. და მეცა ვიქმნე მისთვისა მამა, ცხოვრების წესით ვინც გამახარა, და ვიყო მისთვის ტკბილი უფალი, და გაუკვალო გზები უვალი. არ იყოს ჩემთვის ხოლო იმონა, უსიყვარულოდ ვინაცა მონა. არ გაიწულებთ არავის არსად, რადგან შვილს ვეძებ უყვარდეს მამა. ყოველივესა იქმდესანებით, ვაბედნიერე თავისუფლებით. ოდეს დადგების დღეს ამსჭავროსი, ვასმინო თქვენთვის იროთეოსის, ქართლის კახეთის, ქისტის დაოსის, ევდემოს გლოცავთ კათალიკოსი. თქვენ გაგახაროთ, მოგცეთ შვილობა და დაგილოცავთ გვარი შვილობას. სისხლით ნათესავს მეგობარს ძვირფას, ვინცა ღვთისმშობელს აფასებ გიყვარს. გმადლობ, გლოცავ, დროებით გემშვიდობები და მიყვარხარ საქართველო.